თეთრი მთვარე ან შავი მთვარე ვერძზე ვლაპარაკობთ, ხო? ვერძი არის მე ენერგია. რამდენად ვიცნობ მე ჩემს თავს. აქ არავინ არ არის მეგობრებო ჩემი თავის გარდა. მხოლოდ მე ვარ ვერძში. არც მაინტერესებს ხვები, საერთოდ მე ენერგია არის მთლიანად გამოხატული. ეხლა რაც არის თეთრი მთვარე ვერძში. მე ვისთანაც მქონია კონსულტაციები სელენა ვერძებთან, ყველასთან ერთი სურათი არის, ძალიან კარგად იცნობენ თავს. აი ეს არის გამოხატული სელენა ვერძის შემთხვევაში. თავდაჯერებულობა და ზოგჯერ ლილიტივით თავდაჯერებულობაც იცის ხოლმე, იმიტომ რომ იმხელა ოპტიმიზმი არის, თუ არ გამოვა ისე რაც იქნება, რა მოხდა მერე? მაინც მაგარი ვარ. ეგეთი რაღაცა არის ხალხ. ანუ მაინც ყველაფერი კარგად არის. ან მე მაინც შევძლებ შემდეგ ცდაზე გამოვა. ანუ ვერძი როცა არის ოპტიმიზმი, აქ ოპტიმიზმი მოდის არა ოპტიმიზმის გამო, არამედ უბრალოდ კარგად იცნობენ თავს. აქ კარმულ ეგრეგორზე როცა ვლაპარაკობთ, კარმულ ეგრეგორში პირადი ინიციატივა, საკუთარი თავის ნდობა არის აქ კარმულად ძალიან ნამუშევარი არის ამ ზონაზე, ესე რომ ვთქვათ, კარმულად. ამ ადამიანმა შეიძლება რაღაც დიდი იდეალებისთვის, დიდი სიმამაცისთვის, დიდი ღირებულებებისთვის, ან სიცოცხლე გაიღო, ან ისეთი სისუფთავე და სინათლე დაიცვა საკუთარ თავში, ხო? ძალიან გუწრფელი ბავშვური ენერგია არის, იქიდან გამომდინარე, რომ მოდის საკუთარი თავის რწმენდა და ვისთანაც სელენა ვერძებთან მუშაობ, ერთი ნეგატივი შეიძლება იყოს, რომ ძალიან ბავშვურები არიან, ძალიან გუწრფელები, გულუყვილოები არიან ხოლმე და ზოგჯერ ცოტა მომზადებლები არიან ცხოვრებისთვის. შავი მთვარის შემთხვევაში, მეგობრებო, ყავს აქ ორი სხვადასხვა ტიპი. ერთი არის ძალიან აგრესიული, ძალიან გაბრაზებული, გადაუმუშავებელი ნეგატივი, ეს პირველ დონეს ვეძახით ლილიტის, სუჩხუბი, კონფლიქტი და არნახული ეგო, როდესაც ადამიანი სისტემას ქმნის იმისთვის, რომ თავის ეგოს ამსახუროს ყველა, ხო? აი ეს განდიდების მანია და მეორე დონე ეს არის, როდესაც საერთოდ არ ავლენს ამ მეს, პირად ინიციატივას, მარტო ვერ რჩება თავის თავთან. საერთოდ არ იცის რა არის ანუ პირადი მე აქტიურდება სხვასთან აქტიურობა. ჩემთვის მარტო არ შემიძლია ამ ენერგიის წარმოება, ხო? საერთოდ ლიტი ეგ არის, ჩვენ გარედან გვინდა მივიღოთ ენერგია, ჩვენ ენერგიას ვერ ვაწარმოებთ. და ხდებით პარაზიტები. და თან გგონია რომ ვაწარმოებთ ამ ენერგიას და ძალიან ამაყად ვართ რა მაგრები ვართ. ახლა ლილიტი ვერძის პირველი დონე მე რაც გითხარით. იმხელა რაღაცა გოდიათ ხოლმე თავი და აი მე ვარ რა ყველაფერი და საპირისპირო ხდება ზუსტად მის არაცნობიერში. და მეორე ლილიტი ვერძი არის, რომელიც ბრაზობს საკუთარ თავზე.